დღეს არის შაბათი 1 აგვისტო საეკლესიო კალენდრი დღეს არის 19 ივლისი და დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრი ეს არის საუბარი 76 მაგრამ გვაქვს ახალი წმინდა ნაწილები წმინდანების ესენი არიან დები წმინდა იუსტა და რუფინა და მათი ხსენება დღესაც არის და ორი დღის წინაც იყო ანუ 17 ივლისი და 19 ივლისი ორჯერ სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვანაირად მოიხსენებენ და აი ორივე დღეს არის მათი ხსენება და მე ძირითადად ახლა მინდა მოგიყვეთ მათ შესახებ წმინდა იუსტა და რუფინა ჰისპალისი დღევანდელი სევილიელები არიან და ეს არის ესპანეთში და ეს არის დაახლოებით ეს არის დიოკლეტიანის პერიოდი 305 წელი რა თქმა უნდა სიზუსტე არ აქვს ესე იგი ყველაფერს აბსოლუტური სიზუსტე მაგრამ თავისთავად ისტორია ძალიან სამბეშტავია ესე იგი ესენი ცხოვრობდნენ ეს არის პასიონარი ესპანური პასიონარი ეგრეთ წოდებული პასიონარიო ჰისპანიკო ესპანური პასიონარი მე-13 საუკუნის ძეგლია თუმცა ისინი მოხსენებული არიან მე-6 საუკუნის მარტიროლოგში ეს არის იერონიმეს მარტიროლოგი ეს არის მე-5-6 საუკუნეები და იქ არის 19 ივლისი ესენი სწორედ მოხსენებული დავიწყოთ თავიდან მექოთნის შვილები მექოთნი ანუ კერამიკოსი თიხისგან აკეთებდა მათი მამა ჭურჭელს და შემდეგ როდესაც დაუბრუნდნენ ისინი გააგრძელეს ეს საქმიანობა გააგრძელეს და აი კერამიკას აკეთებდნენ თიხის ჭურჭელს აკეთებდნენ და კიდე ძირითადად ამით იყვნენ დაკავებული და ესე მოხდა რომ ერთხელაც ძალიან ესეთი თავდაბალი და ისე ჩვეულებრივი უბრალო გაჭირვებულიც ალბათ ახლა ძალიან გაჭირვებული არა ესე იგი თავი გაქონდათ ესე რომ ვთქვა თავი გაქონდათ მაგრამ ერთხელაც ესე მოხდა რომ როდესაც ყიდენ ამ ქუჩაში იყიდენ ამ ჭურჭელს ჩაიარა იქ რაღაცა პროცესია წარმართულმა და სალამბონი ესეთი სახელიც არის შემორჩენილი კერპის სალამბონის კერპი ჩამოატარეს და ამათ მოსთხოვეს რომ ესე იგი თაყვანი ეცათ ამ კერპისთვის მე ადრეც მithქვამს და ძირითადად ეს არის დაკავშირებული იმასთან რომ ეს კერპი დგას იქ რაღაც გაცხელებული ნახშირივით არის და საკმაველია და საკმაველი უნდა დაადო აი მეტი არაფერი ამაზეა ლაპარაკი დაადებდნენ ახლა ისინი ჩაივლიდან ამათ უთხრეს რომ არა ჩვენ ამას არ გავაკეთებთ იმიტომ რომ ქრისტიანები ვართ იცოდნენ კიდევაც რაც მოყვებოდა და ესენი ეს წარმართები არ ვიცი ხა იქ რა შემადგენლობა იყო ამ ხალხის მაგრამ რაღაც პროცესია რა და დაუმტრიეს ამათ ეს ჭურჭელი რასაც ყიდდნენ და ამათ არ ვიცი ხა როგორ მოხდა ესა მაგრამ კერპს ყრეს ხელი თუ რაღაცა და ჩამოვარდა და ეს კერპი დაიმსხვრა რა ეს კერპი დაიმსხვრა მოკლედ კერპი შემუსრეს ამათმა და რის გამოც ეს იუსტა და რუფინა დააპატიმრეს და კიდევ არის ცნობილი დიოგენიანი მმართველი ვისაც მიგვარეს და სასწრაფოდ დააპატიმრეს და შესთავაზეს რა თქმა უნდა ეს ჩაიყვანეს ეს არ არის ზუსტად დაზუსტებული სათხდება ეს იმიტომ რომ ჰისპალიაში ანუ აი ამ სევილიაში ჩაიყვანეს ამ თავართან და და ცემეს ეს დაუნიშნეს რაღაც წამება და კიდევ არის ცნობილი ესეთი რამე რომ რაღაც ქვებით მოკირწყლული იყო ქუჩა როგორც უსწორმასწორო ეტყობა და ფეხშიშველი ატარეს იქა სანამ არ დაუსისხლიანდათ ეს ფეხები და ეს იუსტა მალე გარდაიცვალა იუსტამ ვეღარ გაუძლო მალე გარდაიცვალა და ამ დიოგენიანმა რაღაცა ღრმა ჭაში ჩააგდო
და მაგრამ ეპისკოპოსი სევილის ეპისკოპოსი საბინუსი იყო მაშინ და აღმოიყვანა ეს სხეული მისი ამ ჭიდან და პატივით დაკრძალა. რუფინას რაც შეეხება, რუფინა კი კიდევ ესე იგი გააგრძელეს რუფინას წამება და ესეც მერე წამების დროს გარდაიცვალა და აი ამ პრეზიდიე რქვა თანამდებობას მოკლედ ეს დიოგენიანის ბრძანებით დაწვეს, საჯაროდ დაწვეს ამფითეატრში მისი სხეული, მაგრამ მაინც ქრისტიანებმა მოაგროვეს ეს ნეშტი და ესეც პატივით დაასაფლავეს. აი ეს არის ესე იგი ძირითადად ამბავი, შემდეგ მოგვიანებით სევილიის მმართველი ეს არაბობის პერიოდია, ალ-მუტადიდ შეპირდა ქრისტიანებს მეფემ გამოაგზავნა ესე იგი ესპანეთის მეფემ, რომ წმინდა ნაწილებები მიიღო, შეპირდა, მაგრამ მე არ მიცა, მაგრამ წმინდა ისიდორე სევილიელი, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია, გამოიცხადა უბრალოდ ხო, გამოიცხადა წმინდა ისიდორე სევილიელი, ეპისკოპოსი ვინც იყო მაშინ ალვიტი და გამოეცხადა და უთხრა, რომ არ უნდა გადაბრძანდნენ ამათი სხეულის ნაწილები, არსად იმიტომ, რომ ესენი სევილიის მფარველი წმინდანები არიან და სევილია არ უნდა დარჩეს ამ წმინდა ნაწილების გარეშე. მოგვიანებით 1258 წელია, როდესაც აი ამ ეს სულ ზეწოლის ქვეშ იყო და დარბევის ქვეშ იყო ეს ესპანეთი და მოკლედ აღადგინეს, ესე იგი აქ საეპისკოპოსო კათედრა და ეკლესიები და მონასტრები აღაშენეს და განსაკუთრებული თაყვანისცემა გამოაცხადეს იუსტასი და რუფინასი. და შემდეგ მათ სახელზე რამდენიმე ტაძარი და რამდენიმე ეგვტერი აშენდა და ასევე ეგვტერი საკათედრო ტაძარში და მათი ესე იგი წამების ადგილას და ასევე იმ ადგილას ის ჭა არსებობს დღესაც, სადაც იყო ეს ჩაგდებული იუსტა და კიდევ ის ადგილი არის ცნობილი, რაღაც ეგვტერი არსებობს დღეს, როგორც მოგახსენეთ, ესეთი ტაძარში და იმ ადგილას, სადაც ესენი ყიდნენ ამ ჭურჭელს, სადაც ეს მოხდა ამ კერპის შემოსვლა, აშენდა მოგვიანებით აშენდა ესე იგი ჰოსპიტალი, საავადმყოფო იუსტასი და რუფინას სახელობის. ასევე კიდევ რაც შეიძლება ითქვას, რომ იქიდან სევილიიდან ბევრი გავრცელდა მათი გამოსახულებები, რაღაც გამოსახულება უნდა გაჩვენოთ. ეს არის 1665-66 წლებში შექმნილი ძალიან ცნობილი ესპანელი მხატვარი არის ბარტლომე ესტებან მურილიო. აი მურილიოს ნახატი უნდა გაჩვენოთ, ძირითადად პალმით ხელში გამოიხატებიან ესენი. მურილიოს რამდენიმე ნახატი აქვს, აი ყველაზე ცნობილი რაც არის გაჩვენებთ და ჭურჭელი აწყვია ხოლმე მათ ფეხებთან, თიხის ჭურჭელი, რასაც ყიდდნენ ეტყობა და კიდევ მოგვიანებით მიწისძვრა ყოფილა ქალაქში სევილიაში და სამრეკლო უნდა დანგრეულიყო და ამათ ევედრებოდნენ და ითვლება, რომ ამათი ლუცვით გადარჩა და ამიტომ ნახეთ აი ესე გამოიხატება, აი იუსტა და რუფინა, ეს არის მურილიოს ნახატი. და აი ეს რაც მოგახსენეთ, პალმის რტო, ეს ჭურჭელი ქვემოთ და აი ეს სამრეკლო. მეორე არის ზუსტად ასეთივე ნახატი, განსხვავებული ცოტათი, ოღონდ ესეც მურილიოს ნახატი. აი ეს. აი იუსტა და რუფინა. ეს არის ყველა მთლიან დღეს რაც მინდოდა მეთქვა. განაჩენი როგორც მოგახსენეთ გვისაუბრია და აი ესე იგი ამათი წმინდა ნაწილი ხო წმინდა ნაწილები გაგვეჩნია. აი ეს არის მათი აი ნახეთ, აი ძვალი არის დამაგრებული მაქვს, ეს მე
მათ ხატში ჩამაგრდება და კიდევ რა გვაქვს, საფლავიდან არის, რა თქმა უნდა, ეს ზვალის და აი რაღაც ესე ჩავდები, ნაჭერია, რაღაცნაირი ნაჭრებია, რომელშიც იყო ეს ზვალი გახვეული. ეს იუსტასი და რუფინესი. შეგვეციოს მათი მადლი, ეს არიან წმინდა იუსტა და რუფინა, სევილიელები და ღმერთმა თქვენს დაგულოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.